გიორგი გაბაშვილს თხოვ. დიდი მადლობა. ნამდვილად არ მსიამოვნებს, რომ ზედიზედ მე რამდენი 4 შაბათია დაახლოებით ერთ და იგივე მიმართულების თემით მიწევს განცხადების გაკეთება, მაგრამ განვითარებული მოვლენების სხვა საშუალებას არ იძლევა, კერძოდ წინა კვირაში და ამ კვირაში. განვითარებულ მოვლენებში გულისხმობთ იმას, რომ მართლაც აბსოლუტურად უკვე უპრეცედენტო არის ის, რაც ხდება, მაგალითად ის, რომ უკვე დაკითხვებზე იბარებენ პარლამენტის წევრებს, ყოფილი პარლამენტის წევრებს და შეკითხვებს უსვავენ საგამოძიებო ორგანოში და პროკურატურაში კანონშემოქმედებასთან დაკავშირებით. ბატონ დავით, თქვენი ყურადღებაც მინდა მივაქციო და უმრავლესობის წევრებისაც და უმცირესობისაც, რომ მართლაც ალბათ ყველანაირ ზღვარს ცდება უკვე ადამიანების დაბარება და შეთქმულებების ძიება კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ თუ ამ გზას დავადგებით, ყოველთვის მომავალშიც ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ნებისმიერი პარლამენტარი თუ შემდგომ მოსულ ხელისუფლებას ექნება გარკვეული ეჭვები და შეკითხვები მიღებულ კანონებთან დაკავშირებით, შეიძლება მომავალში იქნეს დაბარებული საგამოძიებო სამსახურებში და მათ არა რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, არა რაიმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან, არა რაიმე სახის გადასტომასთან, არამედ მათ უშუალო საქმიანობასთან, კანონშემოქმედებასთან, კანონების წერასთან და კანონების მიღებასთან და ინიციირებასთან დაკავშირებით შეიძლება მომავალში დაუსვან შეკითხვები. მე მინდა ამაზე თქვენი ყურადღება გავამახვილო და რა თქმა უნდა ვიცი თქვენი პასუხის და განწყობა წინასწარო სამგამოძიებო ორგანოების საქმიანობაში ვერ დაარჩაერევით, რასაც აქვს რა თქმა უნდა თავისი ლოგიკა, მაგრამ პოლიტიკურად მინდა იცოდეთ, რომ ეს მთლიანად ხელისუფლების და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ ხდება სწორედ ამ მიმართულებით ადამიანების დაბარება, ადამიანების დაკითხვა და იმ პოლიტიკური დევნის კამპანიას, რომელიც აქამდე იყო გაშლილი, უკვე დაემატა ერთი კომპონენტი დეპუტატების დაბარება კანონშემოქმედებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სურვილს, რომ უბრალოდ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნენ დაბარებული და დაკითხული და მეტი არაფერი და მათ მიმართ განხორციელდეს დევნა, იმიტომ რომ ისინი ყოფილ ხელისუფლებასთან არიან ასოცირებული, ამანაც უკვე მძიმე, მაგრამ მეორეს მხრივ სასაცილო ფორმები მიიღო. ჩვენ ვეცდებოდით სასამართლოს, როცა მაგალითად ქთამის აღებაში ბრალდებულ ხეთაგურზე კითხეს პროკურორს, არის თუ არა საქმეში რაიმე მტკიცებულება, რომ ხეთაგურმა ქთამი აიღო, პროკურორმა თქვა, რომ არა. მტკიცებულება იმის, რომ ადამიანმა ქთამი არ აიღო არ არსებობს და ამავე დროს ყოფილ ფინანსთა და ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს აკავებენ, იჭერენ და წარადგენენ სასამართლოზე ბრალდებით, რომ მან აიღო ქთამი. საერთოდ აბსურდული და კომიკური იყო ნიკა გვარამიას შემთხვევა. კომიკური არ იყო, იმიტომ რომ მართლაც ძალიან საშიში და ცუდი პრეცედენტი არის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორის დაჭერა, მაგრამ მოტივი, რა მოტივითაც უნდათ მისი დატოვება წინასწარ პატიმრობაში, იყო ის, რომ ის არის ინტელექტუალი და მას აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები მოჭარბებულად და სწორედ ამიტომ ის უნდა იყოს პატიმრობაში. ეს უკვე მართლა იღებს ერთის მხრივ მართლა სასაცილო ფორმებს, მაგრამ მეორე მხრივ არაფერი სასაცილო იმაში, რომ უბრალოდ არის სურვილი ყველა, ვინც ყოფილ ხელისუფლებასთან არის ასოცირებული, ისინი დაიბარონ, დაკითხონ, დაიჭირონ, განახორციელონ დევნა, ეს უკვე იღებს ძალიან სახიფათო და ცუდ ფორმებს და ძალიან სულად აისახება საქართველოს იმიჯზე საერთაშორისო იმიჯს გულისხმობ და ნამდვილად არ არის სასარგებლო პოლიტიკური განვითარებისთვის ქვეყნის შიგნით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი როგორც უმრავლესობის პასუხისმგებლობა და კარგი იქნება თუ ამაზე თქვენ მადლობთ, სანამ განცხადებისთვის გადავცემ სიტყვას ბატონ აკაკი მინაშვილს, მინდა ძალიან მოკლედ გამოვეხმაურო ბატონი გიორგი გაბაშვილის მიერ წამოჭრილ საკითხს, რაც შეეხება პარლამენტის წევრის იმუნიტეტს. შეგახსენებთ საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლის შესაბამისად პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცემს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელი ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება, ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტის ყოფილი წევრების დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით,
მე მქონდა საუბარი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და მათ ეს კონკრეტული მუხლი და ეს ნორმა ძალიან კარგად აქვთ გააზრებული და მათ მითხრეს, რომ აქ არ იქნება არანაირი გადამეტება უფლებამოსილების და პარლამენტის წევრს, რომელსაც არ სურს და ეს არის უფლება, რომ პარლამენტის წევრმა არ მისცეს ჩვენება მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეს უფლება იქნება უზრუნველყოფილი და გარანტირებული. ეს სრულად ვეთანხმები ბატონ გიორგის, რომ პარლამენტის წევრი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს თავისი ფუნქციების განხორციელებას, თუ მას არ ექნება ეს პრივილეგია და მისი როგორც პარლამენტის წევრის საქმიანობა არ იქნება დაცული ამგვარი ნორმით და მე იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, როგორც გითხარით, დასაწყისშივე მქონდა საუბარი და ამ ნორმის სრული დაცვით აპირებდნენ და გეგმავდნენ ამ პროცედურების ჩატარებას და იმედი მაქვს, რომ ეს ასე დარჩება. რაც შეეხება უფრო შორს მიმოვალ ამბებს, თავისთავად კანონპროექტისადმი მხარდაჭერა თუ მხარის არ დაჭერა თუ ინიცირება ეს არის პარლამენტის უფლება და პარლამენტის ჩვენს მიერ თუ სხვა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება იყოს დასმული საკითხი, ეს უნებრივი და ნორმალური ამბავია. რაც შეეხება სხვა უფრო შორს მიმავალ შესაძლო ვარაუდებს, მე ამ წუთისთვის ამის საფუძველი არ მაქვს, თუ იქნება, მაშინ მზად ვარ დავუბრუნდეთ ამ საკითხს და ვიმსჯელოთ. ბატონი აკაკი მინაშვილი. მოგესალმებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გვანცვიფრებს თავის ფანტაზიით. მას ალბათ გონია, რომ სახლობანას თამაშობს, ან გონია, რომ მართავს საკუთარ კორპორაციას. ყოველ შემთხვევაში დარწმუნებულია იმის თაობაზე, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებს. მე მინდა კიდევ ერთხელ კომენტარი გავაკეთო მის განცხადებაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიცია არის კრიმინალები და ოპოზიცია უნდა შეიქმნას სატყლის შიგნიდან. ეს ორ რამეს ნიშნავს კიდევ ერთხელ დადასტურება ორი ფაქტის, რომ ერთი მას არ სურს ნამდვილი კრიტიკული ოპოზიციის ყოლა, ოპოზიციის, რომელიც მას აძლევს შენიშვნებს, რეკომენდაციებს და ებმება კრიტიკულ დებატებში და მეორე მხრივ სურს ყავდეს მორჩილი, მართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მას ყველს დაუკრავს ნებისმიერ საკითხზე. ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო რამოდენიმე კვირის წინ, როდესაც იგი ჩამოგბრძანდა პარლამენტში უმრავლესობასთან შესახვედრად და მისი მთავარი მიზანი არ იყო ესაუბრა ქვეყნის მომავალზე, პრობლემებზე, გამოწვევების დაძლევაზე, სოციალურ საკითხებზე. მისი მთავარი საკითხი იყო და მიზანი იყო დაემყარებინა დისციპლინა პარლამენტში. კაცრად მოქცეულიყო უმრავლესობის წევრებთან, რომელთაც შეიძლება ქონდეთ რაიმე განსხვავებული აზრი. და თქვენ ახლა მე მინდა მითხრათ, რომ ის რაიმე სახის ოპოზიციაში შექმნის თავისი წრიდან? და მე შევახსენებ საზოგადოებას და მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის. მან ძალიან წარმატებულად აითვისა ის მაგალითი, ეგრეთ წოდებული დემოკრატიული მაგალითი, რომელიც არის ჩვენს ჩრდილოეთ ქვეყანაში, რუსეთში. ზუსტად იგივე მიდგომები არსებობს. მეორე საკითხი მინდა გავაგრძელო ბატონი გოკას მოსაზრება პარლამენტარების დაბარებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, დავეთანხმები ბატონ გოკას, იმიტომ რომ ბატონო დავით, თქვენ ძალიან ზუსტად აღნიშნეთ, რომ პარლამენტარის საქმიანობა განსაკუთრებით არის დაცული, მათ შორის საქმიანობა, რომელიც ეხება უშუალოდ მის საკანონმდებლო პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებმა იქადრეს და დაიბარეს ეს ადამიანები პროკურატურაში. თუ ამ ლოგიკას გავაგრძელებთ, მაშინ უნდა დავიბაროთ ყველა ის პარლამენტარი, ვინც ხარი დაუჭირა იმ კანონპროექტს და უფრო მეტიც. იქნებ მილიონზე მეტი ამორჩეველიც დავიბაროთ და დავკითხოთ, რომელთაც ხარი დაუჭირა იმ პარლამენტარებს, რომელთაც ეს კანონი მიიღებს. ეს ლოგიკა ნამდვილად არსებობს, თუ ამას გავყვებით. და ეს სახიფათო პრეცედენტი მართლაც ყველა შეიძლება შეეხოს მეგობრებო. მათ შორის თვითოულ ჩვენთაგანს, რომელიც აი ხა ამ დარბაზში ზის და თავის პოზიციას გამოხატავს, თავის საქმიანობას ახორციელებს და მე არ მინდა ეს მოხდეს და მე დარწმუნებული მომავალში ეს ჩვენ ქვეყანაში არ მოხდება და ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი, დემოკრატიისთვის არის დამაზიანებელი და თითოეული მოქალაქისთვის არის დამაზიანებელი და სახიფათო. და ჩვენ ამას ყველა ძალიან ყურადღებით უნდა დაუკვირდეთ, ყურადღებით შევაფასოთ და საკუთარი პოზიცია უნდა გამოვხატოთ. და რაც შეეხება მესამე საკითხს. რამოდენიმე კვირის წინ ბატონმა კობა დავითაშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა უაპელაციო განცხადება მტკიცებით ფორმაში, რომ თითქოს კახა ბუსხრიკიძეს ხმარი იმ ეგრეთ წოდებულ ციხის კადრებში. ყოველგვარი კითხვის ნიშნის დასმის გარეშე. ჩვენ მივიღეთ პასუხი ბატონი კახა ბუსხრიკისგან, ის მზად არის ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა
და მან გააკეთა შეთავაზება. თუ მისი ხმა არ იქნება ამ კადრებში ექსპერტიზის შედეგად ადგენილი, მაშინ კობა დავითაშვილი დატოვოს პარლამენტი. თუ კობა დავითაშვილი, ბატონი კობა დავითაშვილი თulis რომ იგი პასუხისმგებელია საკუთარ სიტყვებისათვის და თulis რომ იგი მართალია საკუთარ ამორჩეველთან, მაშინ ესეთი ტიპის უაპელაციო განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. თუ აკეთებს, მაშინ ამაზე პასუხი უნდა აგოს. დიდი მადლობა. გიორგი კანდელაკი. მადლობთ. მე მინდა ჩემი განცხადება დავიწყო პარლამენტის თავმჯდომარისთვის მადლობის გადახდით მისი უაღრესად ადეკვატური რეაქციის გამო და მე ვფიქრობ ეს განცხადება აჩვენებს სწორედ იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დაგვჭირდა რესურსი, რომ ჩამოვაყალიბოთ ნორმალური საქმიანი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. სამწუხაროდ მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ სწრაფი ტემპით ჩვენი სახელმწიფო ცხოვრების სრულად სხვადასხვა სფეროში უბრუნდებით შევარდნაძის მმართველობის პერიოდისათვის დამახასიათებელ ვითარებას. ამ ტენდენციას ლაიტმოტივად გასდევს პრინციპი ვამბობთ ერთს, ვაკეთებთ მეორეს. ეს ტენდენცია ჩემი აზრით ყველაზე თვალშისაცემი არის სწორედ საგარეო პოლიტიკაში და სხვათა შორის წელს არის 10 წლის თავი მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ პრაღის სამიზე 2002 წელს გააკეთა განაცხადი ნატოში გაწევრიანების სრულთან დაკავშირებით დაკაკუნება გახსოვთ და ყველას მაშინ ამაზე ეღიმებოდა იმიტომ რომ ამ დეკლარაციის მიღმა არ იდგა არანაირი ადეკვატური შინაარსი. თქვენს ლაპარაკობთ ნატოზე და ამ დროს პრემიერ-მინისტრი ტოლობის ნიშანს სვამს ჩვენი პარტიის რიტორიკასა და დაჭერების დაპატიმრებების მასშტაბს შორის. თქვენს ლაპარაკობთ ნატოზე, მაგრამ ამ დროს იჭერთ ყველაზე დიდი თქვენს მიერ გაუკონტროლებელი კერძო ტელეკომპანიის დირექტორს. თქვენ ლაპარაკობთ ევროსაბჭოზე, თქვენ ლაპარაკობთ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე, მაგრამ ამ დროს, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძალიან გარკვევით და ცხადად გთხოვთ დაელოდოთ ვენეციის კომისიის აზრს და არ მიიღოთ ეგრეთ წოდებული ვესელია კაკაბაძის სია და არ მიიღოთ საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, თქვენ უარყოფთ ამ რეკომენდაციას და ჩემდა სამწუხაროდ ქალბატონი ბესელია ჩვენი კოლეგა კლავაც იმეორებს რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტი შეცდომაში იქნა შეყვანილი ჩვენს მიერ. რა თქმა უნდა კომიტეტის წევრთა შორის კითხვები დაბადა იმამ რომ მაშინ როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არც ერთ დოკუმენტში მათ შორის არც ბოლო რეზოლუციაში საუბარი არ არის არც ერთ პოლიტპატიმარზე თქვენ საუბრობთ 190 პოლიტპატიმარზე. რა თქმა უნდა კომიტეტის წევრთა შორის რომლის წევრით მეც გახლავართ კითხვები დაბადა იმან რომ საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებით უფლებამოსილება უწყდება სასამართლო სისტემის თვითმმართველი ორგანოს იუსტიციის საბჭოს წევრებს, მათ შორის მოსამართლე წევრებს, რომლებიც არჩეული არიან მოსამართლეებისო, ესე იგი მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. რა თქმა უნდა, ეს არის ცხადზე-ცხადი, რომ ეს არის პირდაპირ ჩარევა სასამართლო სისტემაში და ეს არის სასამართლო სისტემის დაქვემდებარების ძალიან უხეში მცდელობა. თუ ჩვენ შეფასებებს არ ენდობით, მაშინ დაელოდეთ ვენეციის კომისიის აზრს დასკვნას და იმოქმედეთ იმის მიხედვით. მით უმეტეს მაშინ რომ როცა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოგვიყალიბდა, ჩვენ გულისხმობთ ჩვენს ქვეყანას ჩამოუყალიბდა შესანიშნავი ურთიერთობები ვენეციის კომისიასთან და ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა, მათ შორის საარჩევნო რეფორმა და ახალი საარჩევნო კოდექსი, რომლის თქვათ გამოყენებითაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში, განხორციელდა ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ერთ სიტყვით ეს იყო პირველი კონკრეტული გამოცდა თქვენი პარტიისთვის ევროპულ ასპარეზზე, რომლის ერთ ნაწილშიც თქვენ სამარცხვინოდ ჩაიჭერით. მაგრამ ჩვენ ეს სულაც არ გვიხარია, რადგან ზარალდება არა მხოლოდ თქვენი პარტია, არამედ ზარალდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი ქვეყნის პოზიცია ევროპულ კონტექსტში. ძალიან სამწუხაროა რომ თქვენ ესე იგი ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეთ რა არის სახელმწიფო ინტერესი. თუ იუსტიციის მინისტრს მაგალითად ამოძრავებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის წინსვლის ინტერესები, მაშინ რატო დაუწყებდა იგი ქილიქს ვენეციის კომისიას და მას აბუჩად აგდებას და რაღაც ძალიან არასერიოზულ მოწოდებს რომ ხელი აუწყო. ერთ სიტყვით ეს არის კარგი შანსი რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ფრაზა დაასრულეთ კი ბატონო. იქნება ვერდეს. აი, ძალიან გთხოვთ ამ შანსსაც ნუ გააცამტვრებთ. მადლობა.
მადლობთ. გია ჟორჟოლიანი. მოგესალმებით. მე მინდა მიმართო პარლამენტის წევრებს, მაგრამ პირველ რიგში მინდა მიმართო საზოგადოებას. წამოწყებული დისკუსიის თაობაზე, ვინ შეიძლება იყოს ოპოზიცია, როგორ ყალიბდება ოპოზიცია და ასე შემდეგ. ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც შეაძლოა წინა მმართველობის დროს სხვა მმართველი პარტიები, საქართველოში წარმოადგენდნენ არა პარტიას, ევროპული გაგებით პარტიას, არამედ იმ ტრადიციის გამგზელებლები იყვნენ, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირში. ანუ ეს იყო პარტია სახელმწიფო. როდესაც სახელმწიფო პარტია, სახელმწიფო პარტია აღარ არის ხელისუფლებაში, მას ძალიან უჭირს ნორმალური ოპოზიციური პარტიის რეჟიმში ფუნქციონირება. ცვლილებებმა, როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აჩვენა, რომ როდესაც ასეთი პარტიები მიდიან ხელისუფლებიდან, ისინი შემდგომში ვეღარ აგრძელებენ ფუნქციონირებას როგორც ოპოზიცია და იშლებიან. ან ბევრი მათი წევრი, რომელიც აქ გაერთიანებული იყო როგორც ხელისუფლებაში, როგორც ხელისუფლებაში მომუშავე ადამიანი, ხდება, რომ მან უნდა თუ ხელისუფლებაში და მმართველობაში უნდა ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა რომ გააგრძელოს ცხოვრება, უნდა გააგრძელოს ცხოვრება ან სახელმწიფო სამსახურში, ან უნდა შექმნას სხვა პლატფორმის მქონე პოლიტიკური გაერთიანება. სწორედ ამაზეა ლაპარაკი და აქ მე არ მინდა, ასე ვთქვათ, არავითარი კომენტარი გავაკეთო პრემიერის განცხადებაზე ან ამ განცხადების კრიტიკაზე. მე მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის განცხადება პარლამენტის პირველ სავესხდომაზე მე თავად გავაკეთე, იმიტომ რომ ეს არის ვთქვათ, ის ტენდენცია, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი ტიპის საზოგადოებებისათვის. მე სიამოვნებით, სიხარულით, ასე ვთქვათ, შევხვდებოდი იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჩამოეყალიბებინა, ვთქვათ, პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც მას მისცემდა შესაძლებლობას განეხორციელებინა ფუნქციონირება თავისი პარტიისა, როგორც ნორმალური ოპოზიციური პარტიისა. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ ასეთი რამ არ იქნება, ცხადია საქართველოში ოპოზიციური განწყობები საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს, ეს შეიძლება გაჩნდეს კოალიციის შიგნით, შეიძლება გაჩნდეს კოალიციის გარეთ და სხვა დაიკავებს ამ ოპოზიციის ადგილს. და ბოლოს არ შემიძლია რამდენიმე სიტყვით არ გამოვეხმაურო, ეხლა ამის დისკუსია თუ რამდენად დამოუკიდებელი და თავისუფალია ზოგიერთი ტელევიზია და როგორი იყო წინა, ასე ვთქვათ, რეჟიმის დროს სამართლიანობა, კანონიერება და ასე შემდეგ, ამის თაობაზე მე მგონი ორი აზრი საზოგადოების უდიდეს ნაწილში საქართველოში არ არსებობს. ჩვენ ვიწყებთ ამ რეჟიმის და ამ სისტემის დემონტაჟს, ეს ერთ დღეში ვერ განხორციელდება, რთული პროცესია, მაგრამ მე მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ გაგებით მოეკიდოს ამ ვითარებას და ამ ეტაპობრივად განხორციელებას. მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება, რომ არავითარი კრიტიკული და კრიზისული მდგომარეობა არ არსებობს და დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრება განხორციელდება. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მხოლოდ საარჩევნო კანონთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები გათვალისწინებული რომ ყოფილიყო, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც რადიკალურ კრიტიკას იმსახურებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი თანდათან ეტაპობრივად გამოსწორდება და დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებისათვის სერიოზული ნაბიჯები გადაიქმნება. დავით დარჩიაშვილი. მადლობთ ბატონმა გია ჟორჟოლიანმა იწინასწარმეტყველა ოპოზიციური განწყობების შესაძლო ზრდა საზოგადოებაში, ეს ნამდვილად ასე შეიძლება მოხდეს და ასე ხდება კიდეც, თუმცა ჯერ საკმაოდ მცირე დრო არის გასული ახალი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ამისათვის ვინ როგორ უნდა მოემზადოს, ეს მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ყველას თავის გზა გააჩნია. თქვენ კითხულობთ რა პლატფორმა აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ამ პლატფორმის მნიშვნელოვანი ნაწილები დღესაც ჟღერს აქ. ეს არის ის, რაც ბატონმა ვაშაძემ გითხრათ, არ შეიძლება თამაში ისეთი თემით, როგორიც ახალქალაქი ყარსის რკინიგზაა. იმიტომ რომ თუ რამე წინააღმდეგება ჩვენს დასავლურ არჩევანს,
დღევანდელ თქვენს რიტორიკაში და ნაბიჯებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. პლატფორმისავე ნაწილია, რომ არ შეიძლება თვითმმართველობებზე ინფორმით ზეწოლა და ისეთი სუბიექტების მიერ ზეწოლა, რომელთა შესახებ შეიძლება პრეზიდენტსაც წამოწდეს ისეთი გამოთქმა, როგორიც არის წვერგაუპარსავი. არ შეიძლება ასეთი ქმედებები და ჯობია ამას მიაქციოთ ყურადღება, ვიდრე იმას თუ რა სიტყვას იხმარს პრეზიდენტი. იმიტომ რომ მე არ მინდა ეხლა ვლაპარაკი იმაზე, რა სიტყვებს ხმარობს ხოლმე პრემიერ-მინისტრი. ანუ მოდი ჩვენ მოვლენებს და შინაარსობრივ მხარეს მივაქციოთ მეტი ყურადღება და ეს იქნება საფუძველი თანაარსებობის და არა რაიმე სხვა. და აქვე მინდა განვაცხადო იმის შესახებ, რომ ნამდვილად მენიშნა და დადებითად მენიშნა ბატონი დავითის უსუფაშვილის პირველივე გამოსვლა პარლამენტში, როდესაც მან თქვა, რომ ყურადღება მიექცევა პროცედურულ დემოკრატიას. მაგრამ დღეს რა ვითარებად შეიქმნა, ან ბატონმა დავითმა უსუფაშვილმა უნდა თქვას, რომ ზოგჯერ პროცედურულ დემოკრატიამაც შეიძლება უკან დაიხიოს და რაღაცა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გამო პროცედურები შევწიროთ, ან მაშინ ყველამ ერთად განგვიმარტეთ, რა მოხდა წინა კვირას. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა მსჯელობაში ბიუჯეტის შესახებ, თუმცა სწორედ ამისთვის ვემზადებოდით ხუთშაბათს, როდესაც წვერგაუპარსავი თქვენი ამომრჩეველი ბატონო ნუკრი ქანთარიავ შემოვარდნას ლამობდა და მერე ეს პროცესები ქუჩაში გაგრძელდა. ასევე არ მოგვეცა საშუალება აქ ხუთშაბათს და პარასკევს ყოფილიყავით, იმიტომ რომ როგორც დღეს ბატონი გიაჟორჟოლიანი ამბობს, რუსთავი 2 არ არის დამოუკიდებელი და რეჟიმის დემონტაჟი უნდა გაგრძელდეს და ამას ამბობს იმ კონტექსტში, როცა ჩვენ ვწუხვართ, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი იყო დაკავებული იმ დღეებში. იცით რა, სრულიად დამოუკიდებელი დედამიწაზე არავინ არასოდეს არ იარსებს. აქ საუბარია მთავრობისაგან დამოუკიდებელ ტელევიზიაზე და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს შენარჩუნდეს. და ამ კონტექსტში, რეჟიმის დემონტაჟზე საუბარი კიდევ ერთხელ ავლენს, რომ ბატონი გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური მნიშვნელობის იყო. მაგრამ რაში არ მოგვეცა, თქვათ, ჩვენ მონაწილეობის მიღების საშუალება, ეს იყო ბიუჯეტის განხილვა. და ამ დროს თქვენ პროცედურული დემოკრატიას ჩემის აზრით საზიანოთ. მიიღეთ ბიუჯეტი თავდაცვის ნაწილში იმდაგვარად, რომ დობის ჯგუფი ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული. არადა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იყო საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში საინტერესო დემოკრატიული ნოვაცია, რომელიც გაგრძელდა 2012 წლებში, ეს იყო ნდობის ჯგუფის ფუნქციონირება, რომლის დასკვნა კლასიფიცირებულ დახურულ სახარჯო მუხლებთან დაკავშირებით თავდაცვის სფეროში იყო აუცილებელი პარლამენტისათვის. ეს პროცესი ვერ განხორციელდა. რატო ვერ განხორციელდა? ეხლა რა უნდა ვქნათ, როგორ დაუბრუნდეთ ამ საკითხში პროცედურულ დემოკრატიას, ეს კითხვა რიტორიკულად დარჩა. მადლობთ. მადლობთ. სანამ ქალბატონეკას გადავცემ სიტყვას, ალბათ ბატონმა დავითმა მომმართა და ვალდებული ვარ უპასუხო, ხო? დიახ, ბატონ დავით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. დემოკრატია არის მხოლოდ პროცედურული დემოკრატია. აი, არაპროცედურული დემოკრატიის შედეგებს ვიმკით ჩვენ და მაგ ფილოსოფიის გამო ვერ მოხერხდა ძალიან ბევრი რამ. დიახ, გვირდებით, რომ ამ 4 წლის განმავლობაში არათუ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც თქვენთან დავასრულებთ ამ დისკუსიას, იმიტომ რომ დარწმუნდებით, რომ დემოკრატია მხოლოდ პროცედურულია და პროცედურების დაცვაშია დემოკრატია, რა თქმა უნდა ასეა. მეორე, ძალიან გთხოვთ, წარმოაჩენთ ისე, რომ თითქოს ვინმემ შეგიშალათ ხელი თქვენ აქ ამ დარბაზში საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობისგან და იმ კონკრეტული საკითხის განხილვისგან. ძალიან გთხოვთ, ამას ნუიზავთ. რომ მაშინ განაცხადეთ, რომ გსურდათ კონსულტაციები და დატოვეთ დარბაზი, იმაშინაც ბიუჯეტის განხილვის დროს სანამ აგზავნდებოდით ამ შენობაში, მაშინაც მოგიწოდეთ ამ ტრიბუნიდან, რომ ჩამობრძანებულიყავით და გაგვეგრძელებინა მუშაობა. მაგრამ ეს იყო თქვენი გადაწყვეტილება და ისე ნუიზავთ ახლა, რომ ისე წარმოაჩინოთ, რომ ვინმემ ხელი შეგიშალათ ამ პროცესში, რომ საბიუჯეტო განხილვაში მონაწილეობა მიიღოთ ამ დარბაზში. ანუ გასაგებია ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენი უფლებაა შეაფასოთ მოვლენები და მიიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ როცა საქმე ეხება პარლამენტის მუშაობას და ამ ტიპის განცხადებას, რომ თითქოს თქვენ ვინმემ შეგიშალათ ხელი აქ გემუშავათ, ან სიტყვა აღიღოთ, ან მოსაზრება გამოგეთქვათ, ამას ნუიზავთ. ეს არის ელემენტარულად დამახინჯება ფაქტების და ბოლო ნდობის ჯგუფთან დაკავშირებით.
ის ხალხი ხوار მესაუბრეა მე, რომელმაც ნდობის ჯგუფში ოპოზიციის წარმომადგენელი წლების განმავლობაში არ შეიყვანა. ნდობის ჯგუფში სწორედ დავით გამყრელიძე წინა პარლამენტში. ამიტომ რაც პარლამენტის საქმიანობას შეეხება, მე ვალდებული ვარ და იძულებული ვიქნები გავაკეთო ხოლმე ასეთი განმარტებები. პარლამენტის მუშაობას რაც შეეხება, დანარჩენი ბევრ რამეს არ ვეთანხმები თუ ვერ ვეთანხმები და ასე შემდეგ, იმაზე მე რეაქცია არ მექნება და შევეცდები თავი შევიკავო. მაგრამ პარლამენტის საქმიანობის და ორგანიზაციის და სამუშაო თემებთან დაკავშირებით ვალდებულად ჩავთვლი თავს, უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადება იქნება თუ უმცირესობის თუ შეცდომაში შეყავს მას საზოგადოება, გავაკეთო განმარტებები. ხალბატონი ეკა ბესელია. მადლობთ კოლეგებო, პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარეს ჩემი დაცვა ნამდვილად არ ჭირდება, მარტო იმიტომ რომ დასაცავი არაფერი არ აქვს, მაგრამ უსამართლობა იქნება მსგავსი სამდურავის გამოთქმა ბატონ დავით, იმიტომ რომ პროცედურული დემოკრატიის ნაწილია ისიც, გარდა იმისა, რაზეც ბატონ დავით საუბრობდა, რომ თუნდაც აი ამ განცხადებების გაკეთების დროს უმცირესობის ყოველი 3 გამომცვლელის შემდეგ უმრავლესობიდან მხოლოდ 2 პასუხობთ. ესე ძალიან კარგი პრაქტიკაა და მე ესე ძალიან მომწონს, მაშინ როდესაც წინა პარლამენტში ოპოზიციის კრიტიკული გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ტალახში ამოგანგვლით თუ კოტრიალით ემუქრებოდა ქვეყნის პირველი პირი პარლამენტის წევრს. ამ პრაქტიკის მერე ცოტა უფრო მეტ განსხვავებას კი უნდა ხედავდეთ ისე მართლა პროცედურულ დემოკრატიაზე როცა ვსაუბრობთ. ეს ისე ერთი ფრაგმენტი, ხა უფრო მნიშვნელოვანი. შეკითხვებზე იყო საუბარი, რატომ უნდა უპასუხონ პარლამენტის წევრებმა თურმე კითხვებს. უკაცრავად, მაგრამ დეპუტატები, რომლებიც პირველ რიგში არიან ვალდებულები, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცენ, რომელიც მათ წინაშე ისმება. რატომ არ უნდა იყვნენ ამ ვალდებულები დატვირთული, მაინტერესებს თუ ადამიანის უფლებების დარღვევებზე კონკრეტული სამხილების, საჩივრები, განცხადებები შედის პროკურატურაში, რა უნდა თქვან პროკურორებმა, რომ ის რომ დღეს დეპუტატია და პარლამენტის წევრია, ამიტომ ამ პრობლემებზე, ამ სამხილებზე, ამ ფაქტებზე პასუხი არ უნდა გასცენ? აქ შემოსვლამდე რომელიმე ჩვენი კოლეგა თუ დანაშაულს ჩადიოდა ან რაიმეს აფუჭებდა, ზოგი გარაჟს ანგრევდა და ზოგი სხვის ქონებას ხელყოფდა, ამ კითხვებზე პასუხი არ უნდა გასცენ? დეპუტატობა არ არის ინდულგენცია, როდესაც არის კონკრეტული სამხილები და პასუხი უნდა გასცენ. განსაკუთრებით ცოტა გაუგებარია ხოლმე და ყოველთვის გახსენდება, მე არ მიყვარს მუდმივად ერთი და იგივეს გამეორება და გახსენება, მაგრამ როდესაც ამ დარბაზში ზის დავითაშვილი, ცაგარეიშვილი, გელაშვილი, იმის ფონზე დეპუტატების პროკურატურაში დაკითხვა, რომ მათი უფლებების შელახვად მიგაჩნიათ, არ არის ესეც ცოტა უხერხული თქვენი მხრიდან. ეხლა რაც მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად. გამონათქვამებზე იყო საუბარი და ბატონი მინაშვილი ითხოვს, რომ დატოვოსო თქვენმა კოლეგამ დეპუტატის მანდატი, თუ კი ის არ დაადასტურებს, რომ თურმე ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა თქვენი კოლეგის მიმართ, ესე არ არის. უკაცრავად, მაგრამ 2 დღის წინ არაკეთებდა პრეზიდენტი სააკაშვილი განცხადებას, რომ ჩვენ გვყავს თურმე მთავარი პროკურორის მოადგილე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი კორუფციონერი, ბატონი ნაცვლიშვილი, ჩვენ გვყავს თურმე შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილე ბატონი ალეკო ტაბატაძე, რომელიც მთავარი ნარკოტრაფიკიორია. ან დაადასტუროს, რომ ესე არის ბატონმა სააკაშვილმა, ან დაატოვოს თავისი თანამდებობა. ამ კატეგორიები თქვენ ქვეყნის პირველ პირს უნდა ელაპარაკოთ. ჭორვილიზაციაზე და მაღალ დაბალზე რო ლაპარაკობს ქვეყნის პირველი პირი და ამ კატეგორიებით რომ აზროვნებს, სირცხვილია ეს ქვეყნისთვის. აი ეს შეურაცხყოფს ქვეყნის იმიჯს. ასევე ბატონმა სააკაშვილმა გასცეს პასუხი ჩვენი კოლეგა ლექსო თამაზაშვილის მამაზე. კლიპებს რომ ატრიალებდით თამაზ თამაზაშვილზე და 1000 დანაშაულს აბრალებდით და იმასე ამბობდით დღეში 10 ჯერ იმ კლიპებში რომ ამ კაცმა ქვეყანა დააქციაო, ან დაადასტურეთ რომ ეს გააკეთა, ან ბოდიში მოიხადეთ და დატოვეთ მაშინ თანამდებობები. თქვენ გაქვთ უფლება უდანაშაულობის პრეზუმპციას ამ ხარისხით შეეხოთ და ფეხქვეშ გათელოთ ადამიანების ღირსება და თურმე ჩვენ კოლეგას არ აქვს უფლება ისაუბროს კონკრეტულ ფაქტორებზე. ამიტომ სტანდარტი არის ის, რაც არის და თუ ეს თქვენ არ გაწუხებთ, ბატონებო, ეს თქვენი პრობლემაა. რაც შეეხება ახალქალაქი ყარსის რკინიგზის საკითხს, პრემიერს არ უთქვამს, რომ ის გაუქმდება. მან თქვა, რომ იქ უნდა ჩაიდოს ქართული სახელმწიფოს ინტერესები.